გელა კანდელაკის შემოქმედებით სახელოსნოში ხელის ჩრდილების თეატრი და ანიმაცია სტუდენტების მისაღებად კონკურსი მიმდინარეობს. პროექტი განსაზღვრულია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სახელოსნოს წარმატებით დამთავრების შემდეგ ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრის აფხაზეთის დასში ჩაირიცხებიან. ხელის ჩრდილების თეატრი ბუდროგანას სახელწოდებით 1982 წელს თბილისში შეიქმნა. თეატრის ჩამოყალიბების იდეა რეჟისორ გელა კანდელაკს ეკუთვნის. 2002 წლიდან კი თეატრს სახელი შეეცვალა როგორც ბუდროგანა გაგრა, რადგან ამ დროს დასი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. ვისაც გაინტერესებს წმინდა ხელოვნების კეთება, თეატრალურ ჟანრებში ამაზე უკეთეს თეატრს თქვენ ვერ ნახავთ. ეს არის ერთადერთი ჟანრი თეატრის, რომელიც თავისი თავისუფლებით ნატურისაგან და თავისუფლებით რაც გინდა ის შეგიძლია გააკეთო, მუსიკას და პოეზიას თუ შეედრება. თეატრებში ეს ამით განსხვავებული არის. ოღონდ ძალიან მძიმე და რთულია. ჩვენ თითოეული სპექტაკლის კეთებას უნდებით 2, 3, 4 წელი. 2010 წლიდან ხელის ჩრდილების თეატრს ბუდროგანა გაგრას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ პერიოდიდან ბუდროგანა გაგრა სპექტაკლებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მართავს. თეატრში სწავლების 2 წლიან პროცესს სრულად აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ეს თეატრი არის ნაზავი უამრავი თეატრალური იმისი. აქ შეგიძლიათ დადგათ ბალეტი, აქ შეგიძლიათ დადგათ ოპერა, რაც გინდათ გააკეთეთ. ყველაფერი. მაგრამ მაინც ყველაზე დიდი გავლენა არის და ყველაზე კარგი საფუძველი არის ამის სწავლებისთვის ანიმაცია. თქვენ რომ მოხვალთ ჩვენთან 2 წლით, თქვენ აქ გარდა იმისა, რომ შეისწავლეთ სახების ოსტატობას ამ თეატრის და იმუშავებთ ამ თეატრში, ამავე დროს თქვენ იმუშავებთ კინოცენტრ აფხაზეთში ანიმაციის განხრით. ფაქტიურად თქვენ ამ 2 წელიწადში შეიძლება მიიღოთ 2 პროფესია. თანაც ორივეში იქნები დაკავებული. თქვენ არსად არ დაგჭირდებათ ძებნა სამსახურის. კონკურსი 2 ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპის საბუთების მიღება 14 ივნისიდან დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 18-დან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია თეატრის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი, ასევე სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო. მეორე ეტაპი კი გასაუბრებაა. სწავლება 2024 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. გამონაკლისის სახით განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები დაიშვებიან სხვა რეგიონებიდანაც. ჩვენი თეატრის ცხოვრებაში მოვიდა ის ეტაპი, როდესაც დასი კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ჩრდილების თეატრის სპეციფიკა თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული ფიზიკური კონდიცია უნდა ჰქონდეს ადამიანს და სიტყვაზე ვინც მიატანს 50 წელს, მაინც და მაინც ვერ იქნება ისეთივე პროდუქტიული, როგორც 20 წლის ადამიანი. სწავლება იქნება ყველასთვის უფასო და გარდა იმისა, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, სტუდენტები გაიცნობიან სპეციფიურ ისეთ საგნებს, მაგალითად როგორც არის მსახიობის ოსტატობა, დრამატურგიის საფუძვლები, ანიმაციის სხვადასხვა ტიპები, ასევე გაივლიან ზოგად საგანმანათლებლო საგნებს, ესეთია ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, მუსიკის ისტორია, რომელიც მათ თვალსაჩინოს ბუნებრივად გააფართოვებს. პროექტის პარტნიორები არიან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, კინოცენტრი ქართული ფილმი აფხაზეთი და საქანიმა ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში.